მე ვარ ირაკლი კახიძე 11 წლის. ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და კომპიუტერული თამაშები. ხატვა დავიწყე დაახლოებით 7 წლის ასაკში. მერე ცოტა ხანი დავდიოდი სტუდიაში და გამოვედი. მასწავლებელი მაძლევდა ფურცლებს, ნახატებით და მოვიცილობდი რომ გამეკეთებინა რეკრეაცია და თავიდან დამეხატა. იმიტომ გამოვედი რომ ჩემი მასწავლებელი სხვაგან გადავიდა და სხვა მასწავლებელთან არ მინდოდა. ახლა ყველაზე ხშირად ვხატავ აბსტრაქტულ ნახატებს. ძალიან მსიამოვნებს უბრალოდ ფანქრით ხატვა, შავთეთრი ნახატების დახატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ უცნაურ ფიგურებს და უცნაურ ადამიანებს. ხატვა იმიტომ მიყვარს, რადგან მამშვიდებს და ჩემს სამყაროში ვხვდები. ჩემი მიერ ყველაზე რთულია სასახლის დახატვა და ყველაზე ადვილია ხილის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ნაცრისფერი და არ მიყვარს ვარდისფერი. ვცდილობ ჩემი ნახატები, რომელიც ჩემი აზრით კარგია, შევინახო. იმიტომ ვინახავ, რომ ჩემს კლასელებს დავასრულიერებინო. სიამოვნებით მოვაწყობდი ჩემი ნახატების გამოფენას სახლში. ამ გამოფენას დავპატიჟებდი ყველა ახლობელს და ყველა საპატიო სტუმარი იქნებოდა ჩემი დამრიგებელი ნინო სამუშია. ის არის ჩემი საყვარელი მასწავლებელი, იმიტომ რომ არასოდეს არ ყვირის, სულ სიურპრიზები აქვს რაღაცნაირი. სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი კლასელების გამო, მასწავლებლების გამო კარგი ეზო აქვთ ჰაერისთვის და შემიძლია სუფთა ჰაერზე ვისუნთქო და დასვენებების დიდია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ზუკა შეწირული. ყველაზე ჭკვიანია ლუკა ფუტყარაძე. ყველაზე მშვიდია ლუკა დიასამიძე. ყველაზე ბედნიერი მეგონია ნიკოლოზ წერილაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, მეგობრული და ნიჭიერი. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგის იმიტომ დავცილდი, რომ სხვადასხვა სკოლებში შევედით. დავცილდით რა, ეხლა უბრალოდ მომწონდოთ, მაგრამ შეყვარებულები კი არ ვიყავით ეგრე. სკოლას რომ მოვყავ მექნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკოლოზ, ირაკლის, ნინის და მარინას. ჩემს სულს დავარქმევ ლიკას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე გამომგონებელი. გამომგონებლობა იმიტომ გადავწყვეტე, რადგან გამომგონება უკვე მაქვს. მაგალითად თეორიულად უკვე გამოვიგონე სპეციალური თოფი, რომელიც ისრის საღებავს და უნდა ესწრება ბოროტ ადამიანებს. პოლიცია უნდა მიხვდეს, რომ ადამიანის სახეზე ექნება საღებავი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ 15 წლის რომ გავხდები, მექნება ოქროს დაბადების დღე, შემიძლია რომ შევჭამო მარილიანი საჭმელი. ამ დაბადების დღეზე მინდა მათ უკონ პულტიანი სათამაშო თვითფრინავი. სახლში ვყავთ მე, ჩემი ორი ძმა, ბაბუ, ბებო, დედა, მამა და ბიზია. კიდევ მინდა მყავდეს ორი ძმა. ჩემი ძმა ჩვენს და ქვია ალექსანდრე. ის არის ჭკვიანი, მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ჩემთან მოდის და მელაპარაკება სოციალურ რაღაცეებზე. უпроსტად არათემატურ რაღაცეებზე. ჩემი აზრით ალექსანდრე რომ გაიზრდება, გამოვა პროგრამისტი. მეორე ძმა არის 12 და ქვია თემური. ის არის ცელკი, სწრაფი და ცნობის მოყარე. თემური ალბათ გამოვა პროფესიონალი გეიმერი. მამიკო არის ჩემი საოცრ სიმპათიური მშრომელი და ძალიან კეთილი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი, საყვარელი და სპეციალურად კეთილი. ძალიან მიყვარს დედას გამომცხვარი ქადა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. დედასნაირი ჯოხი რომ მქონდეს, ვისურვებდი რომ სოფლიო იყოს მშვიდეში და ისეთ პარაც რომელსაც ექნება უსასრულო ფული და ვერავინ ვერასოდეს ვერ მომპარავს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდით დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტყუებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.